Thank you everybody. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველას. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემი ხმა კარგად გესმით. მინდა იმედი მაქვს, რომ ასევე მხედავთ თქვენს ეკრანებზე. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ მოწვევისთვის. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ მე თქვენ ამ ღონისძიებას ვესწრები. სამწუხაროდ აი ესე გარიყულად ვგრძნობ თავს, რადგან ყველანი ერთ სივრცეში ხართ და მე სამწუხაროდ ვარ კოპენჰაგენში. მე ძალიან მინდოდა რომ თქვენთან ერთად ყოფილიყავი და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალში აუცილებლად მომეცემა ამის შესაძლებლობა. ახლა მინდა ვთქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მე ფიზიკურად შორს ვარ თქვენგან, მე ვფიქრობ, რომ თუ შევადარებთ დანიას და საქართველოს, მინდა გითხრათ, საკმაოდ მსგავსები ვართ, ბევრი თვალსაზრისით. ასევე კლიმატითაც, მაგრამ დღეს ძალიან საინტერესო თემაზე ვსაუბრობთ, მინდა გითხრათ, ეს არის ინტელექტუალური საკუთრების უფლების დარღვევები. მინდა გითხრათ, რომ თქმა უნდა, კანონმდებლობა ევროპის მასშტაბით განსხვავებულია, მაგრამ ინტელექტუალური საკუთრების უფლების მიმართულებით მინდა გითხრათ, რომ კანონმდებლობა ერთმანეთის მსგავსია ფაქტობრივად ყველგან. ზოგი ადამიანი კანონიერად იღებს შემოსავალს, ზოგი ადამიანი არაკანონიერად ღებულობს საკმაოდ დიდი ოდენობის თანხებს. ეხლა მინდა გაგიზიაროთ ჩემი ეკრანი, ასე კიდევ ერთხელ გამოვერდები და ვიტყვი, დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემი ხმა კარგად ისმის. ახლა გაგიზიარებთ ეკრანს იმისთვის, რომ თქვენ ნახოთ ჩემი პრეზენტაცია. I hope that some tell me if you ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ კარგად ხედავთ ჩემს PowerPoint-ს. მე ახლა ვისაუბრებ დანიის ინტელექტუალური საკუთრების უფლების დეპარტამენტის შესახებ. ახლა გაჩვენებთ მე რუქას დანიისას, აი უფრო მარტივად რომ გაიგოთ სისტემა. ჩვენ გვაქვს 12 პოლიციის ტერიტორიული უწყება, ოლქი, 2 რეგიონალური პროკურორი გვყავს, 1 სპეციალიზებული პროკურორი და ასევე გვყავს გენერალური პროკურორი. მე როგორც უკვე აღვნიშნე, ერთ-ერთ მე პროკურორებთან ვმუშაობ და აი ამ ოფისის ფარგლებში მინდა გითხრათ, რომ ძალიან აქტიურად ვებრძვით ჩვენ საერთაშორისო მასშტაბების დანაშაულს. ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი, ესე იგი, ინტელექტუალური საკუთრების უფლების დარღვევასთან დაკავშირებული შემთხვევები და ჩვენ ამ მიმართულებით მუშაობთ უკვე 2017 წლიდან. ახლა მინდა ვისაუბრო განყოფილების შემადგენლობაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. და რატომ საუბრობ ასე დეტალურად, იმიტომ რომ დანიის გამოცდილება შეიძლება საკმაოდ გავდეს საქართველოს გამოცდილებას. რა თქმა უნდა, როგორ დანაშაულებზე გვაქვს საუბარი, ქურდობა, ძალადობა, ნარკოტიკების რეალიზაცია და ასე შემდგომ. მინდა გითხრათ, რომ არ არიან ეს პოლიციელები, პოლიციის ოფიცრები დაინტერესებული ინტელექტუალური საკუთრების უფლების დარღვევით, რადგანაც არ იმყოფებიან შეიძლება ისეთ ოლქში, სადაც უშუალოდ ხდება მსგავსი ტიპის დანაშაული. ძალიან ბევრი, ძალიან აქტიურია პოლიტიკური ზეწოლა ინტელექტუალური საკუთრების უფლების დარღვევის მიმართულებით. თქვენ აქ ხედავთ, რომ განყოფილების შემადგენლობა არის მოცემული აქ პოლიციის ოფიცრები, გამომძიებლები, IT გამომძიებლები, ანალიტიკოსები, ადმინისტრაციული პროკურორები და ასევე ინტერნები. ჩვენ გვაქვს ძალიან ესეთი უნიკალური სისტემა, უნიკალური მოწყობა დანიაში. პოლიციელები და პროკურორები მუშაობენ ერთჯერ ქვეშ, ასე რომ თქვათ, ისინი ძალიან აქტიურად თანამშრომლობენ. როგორ უმკლავდებით ჩვენ, როგორი მუშაობის ტიპი გვაქვს? ჩვენ 2 ყოველთვიური
თვეში ორჯერ მართავთ შეხვედრებს, სადაც ჩვენ საქმეების განხილვას ვაწყობთ და ყოველდღიური ოპერაციების, ყოველდღიური აქტივობების შესახებ მსჯელობთ, მიმოხილვას ვაკეთებთ საქმეების, როგორც უკვე აღვნიშნეთ და ასევე სასამართლო ბრძანებების განხილვასაც ვაწყობთ. ის რომ სწორედ ერთ ჭერქვეშ მუშაობთ, ნიშნავს იმას, რომ ძალიან აქტიურად თანამშრომლობთ ერთმანეთთან. კიდევ ერთი რამ, რაზეც მინდა ვისაუბროთ, დიალოგის ფორმატში მართავთ შეხვედრებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, უფლების მფლობელებთან გვაქვს შეხვედრები, ძალიან მნიშვნელოვანია მათთან რომ კომუნიკაცია ვაწარმოოთ, ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენი მოსაზრებები გაუცვალოთ ერთმანეთს, გაუზიაროთ ერთმანეთს ინფორმაცია რა ხდება ამა თუ იმ ლოკაციაზე. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია თანამშრომლობა და შესაძლებლობების ზრდა ჩვენს ერთეულში, რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან ესეთ სპეციფიური ქსელი გვაქვს, ესე იგი ადმინისტრაციული, ესე იგი ხელმძღვანელობისთვის სპეციალური ქსელი გვაქვს, ჩვენ ძალიან აქტიურად თანამშრომლობთ ევროპოლთან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე ჩვენ მუშაობთ ვებგვერდების მიმართულებით, სადაც ინტელექტუალური საკუთრების უფლება აქტიურად ირღვევა. ძალიან ბევრი კონფერენცია იმართება ინტელექტუალური საკუთრების უფლების დარღვევის მიმართულებით მომუშავე პროკურორებისთვის, სადაც ძალიან ბევრი ესე იგი იდეების და მოსაზრებების გაცვლა იმართება, ასევე ჩვენ ვაორგანიზებთ ძალიან ბევრ ქსელურ შეხვედრებს, ძალიან ბევრ სემინარს, რომელიც ემსახურება ცნობიერების ამაღლებას. რა თქმა უნდა, უპირატესობაზე მინდა ვისაუბრო, სპეციალიზებული დანაყოფის ქონისა, მინდა გითხრათ, რომ მე ამ მიმართულებით ვმუშაობ უკვე 2001 წლიდან და სპეციფიურად ინტელექტუალური საკუთრების უფლების მიმართულებით 2014 წლიდან ვმუშაობ და რა თქმა უნდა, ეს არის რა თქმა უნდა ძალიან კომპლექსური, ძალიან რთული სფერო. აქ ნარევი გვაქვს სისხლის სამართლის და სამოქალაქო საქმეებისა, ასევე ჩვენ შეიძლება გქონდეს ძალიან ბევრი ტექნიკური მინიშნება, ასევე შეიძლება ჩვენ სამწუხაროდ, ესე იგი, მტკიცებულების ხელყოფასთან გქონდეს ადგილი და ასე შემდგომ. ტექნიკურად ძალიან ბევრი გამომწვევების წინაშე ვდგავართ, განსაკუთრებით, როდესაც ვსაუბრობთ ჩვენ საავტორო უფლებების დარღვევაზე, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ძალიან ბევრი ექსპერტი გვყავდეს ჩართული თითოეულ შემთხვევაში, რადგანაც ძალიან ჭკვიანურად ვიმოქმედოთ და ჩაუღრმავდეთ თითოეულ შემთხვევას, რაც გვაქვს. ეს ასევე გვაძლევს საშუალებას, რომ უფრო განვავითაროთ სპეციალიზებული სივრცეები. კიდევ ერთი რამ, რაც მინდა აღვნიშნო და ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ მოვიცავთ სრულ ქვეყანას, სრულად დანიას. რა თქმა უნდა, ეს ნიშნავს იმას, რომ სახლის ჩხრეკა, სასამართლო სხდომები იმართება ძალიან აქტიურად და ასევე ჩვენ ძალიან აქტიურად თანამშრომლობთ ადგილობრივი პოლიციის დეპარტამენტებთან. რა თქმა უნდა, შეიძლება ზოგი ადგილი მოშორებით იყოს იმისგან, სადაც ჩვენ ვიმყოფებით, ანუ კოპენჰაგენთან, მაგალითად 3-4 საათის გზა მანქანით, მაგრამ ჩვენ მაინც ვახერხებთ, რომ ერთობლივად ვითანამშრომლოთ. რა მიმართულებებით მუშაობთ? ძალიან მნიშვნელოვანია, ამ სლაიდზე არის ყველაფერი ჩამოთვლილი. რა თქმა უნდა, ძალიან ხშირად გვაქვს საავტორო უფლებები, სასაქონლო უფლებების შემთხვევები. რა თქმა უნდა, ძალიან რთული სფეროა, როგორც უკვე აღვნიშნე. დამტკიცება შეიძლება არ იყოს ისეთ რთული, რომ რაღაც ხელყოფას ჰქონდა ადგილი, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ჩვენ რა თქმა უნდა ხშირად გვჭირდება რომ განზრახვა კანონდამღვრევის რომ დავამტკიცოთ, ანუ გავიგოთ რა განზრახვა ქონდა ამა თუ იმ კანონდამღვრევს, რა თქმა უნდა ეს საკმაოდ რთული პროცესია. პრობლემაა ძალიან ხშირად დიზაინის პრობლემასთან ძალიან ხშირად,
ქალის თეთრეულის ესეთი ქალის თეთრეულთან დაკავშირებით გამოძიება ჩავატარეთ, რადგანაც მოხდა ისეთი შემთხვევა, რომ ადამიანებმა შეიძინას ჩინეთის ვებგვერდიდან აღმოჩნდა, რომ ეს იყო ესეთი პატენტი, ასე რომ ვთქვათ, პატენტზე მინდა ახლა ვისაუბრო, ეს ძალიან იშვიათია, მინდა გითხრათ, რაც შეეხება ქალის თეთრეულს, აღმოჩნდა, რომ კონტრაფაქცია იყო, რომელიც შეიძინეს ჩინური ვებგვერდიდან. ახლა დაუბრუნდეთ პატენტს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს არის, რა თქმა უნდა, ძალიან იშვიათი შემთხვევა, რომელთანაც გვიწევს გამკლავება, რაც შეეხება რადიოს და ტელევიზიას. აქ ძირითადად ხდება სატელევიზიო სერვისების გამოწერასთან დაკავშირებული პრობლემები ძალიან აქტიურად. ასევე აღსრულება ძალიან საინტერესოა, შერეული ნარევი, ძალიან კარგი ესეთი ნაზავია სამოქალაქო უფლებების სისტემისა, ასე იგი საბაჟო სამსახურისა, რა თქმა უნდა, ევროკავშირის საზღვრებზეა საუბარი და მათ გარეთ ასევე ადმინისტრაციული აღსრულება ჯანდაცვის სპეციალისტებისა და ჯანდაცვის ორგანიზაციებისა და ასევე კრიმინალური ვალდებულებების აღსრულება. სისხლის სამართლებრივი ვალდებულებების აღსრულება უკაცრავად. რა თქმა უნდა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, თვეში ორჯერ ხვდებით ჩვენს დეპარტამენტში. ახლა მინდა ვისაუბროთ იმ სტრუქტურაზე. მაგალითი მინდა მოგიყვანოთ. საუბარი არის, ესე იგი, თუ აი თქვენ ხედავთ რომ არის ხელყოფა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შემთხვევაზე და რა თქმა უნდა ეს არის ექსკლუზიური ნიშანი. მაგ საუბარი გახავთ სისხლის სამართლების კოდექსზე, სადაც 259 მუხლი, ასევე გვაქვს ცალკე დებულებები, რომელიც გულისხმობს ჯარიმას, რომელიც უკავშირდება საავტორო უფლებების დარღვევებს და სწორედ ამიტომ სისხლის სამართლების კოდექსში არის სხვადასხვა დებულებები, რაც საშუალებას გვაძლევს რომ ასევე მოხდეს იდენტიფიცირება ex-officio დარღვევების და განსაკუთრებით ასევე როცა საუბარია სამოქალაქო ან სისხლის სამართლების კოდექსი, აქ არის ორი საკითხი კონკრეტულად, სადაც არის მიყურადება, რაც საშუალებას იძლევა ამის გამოყენების საშუალება გაქვს სამართალ დარღვევების შემთხვევაში, განსაკუთრებით ისეთი ამ შემთხვევაში ზოგიერთი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას, რაც საკვირველია ზოგიერთი ტიპის დანაშაული. ამ შემთხვევაში ჩვენ შევქმნით ჩვენი განყოფილება, გვაქვს გამოტანილი 60 გადაწყვეტილება განაჩენი საავტორო უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით. აქ საუბარი გახავთ ამჯერად არის სასამართლოში წარდგენილი შემთხვევებიდან 14. ახლა უკვე ვისაუბრებ ცოტაოდენს კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით, რომელსაც წლების განმავლობაში, რასაც შეხვედრივად და გამოგვიძიებია, ეს გახლავთ ისეთი სფერო, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ, ეს გახლავთ ფაილის გაზიარების სფერო კონკრეტულად, ეს ჩვეულებრივ ძალიან ახლო ეს უკავშირდება დახურულ ქსელებს, ან დიდან დახურულ ქსელებს, სადაც ათასობით მომხმარებელი, რომელსაც ათასობით მომხმარებელი ყავს, შემთხვევაში შეიძლება იყოს წდომა დაახლოებით ანუ ეგრეთ წოდებული შავი ქსელების შესახებ და საკმაოდ დიდი ოდენობის თანხის გადახდა უნდა მოხდეს წდომასთან დაკავშირებით და ასევე ძალიან ბევრი ინფორმაცია იტვირთება და ეს განსაკუთრებით საუბარი, როცა ფილმებზეა საუბარი სტრიმინგზე.
ბოლოდროინდელი ანუ ახალი ფილმების შესახებ და აქ შემთხვევაში გვაქვს ზუსტად საავტორო ფილმების შესახებ საუბრები და რაც ხდება საქართველოშიც ასე ხდება რა როცა საუბარია ეს ციფრულ სისტემაში და ციფრულ სამყაროში ზოგადად დადვილად ხდება იმ გზების პოვნა რომელიც უკანონოა ზოგადად ამიტომ ასევე ყურადღებას გავამახვილებ ანონიმურობასთან დაკავშირებით და მართლაც ადმინისტრატორები ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი გახლავთ ანონიმურობის საკითხი და ეს უფრო გვირთულებს საქმეს ამ ადამიანების პოვნა და თუმცა ძალიან წარმატებულები ვიყავით გასულ წელს და ამაზე ვისაუბრებ კონკრეტულად ვიზუალური მაგალითი მინდა გაჩვენოთ, აი ეს ქსელი როგორ მუშაობს, ეს ქსელები როგორ მუშაობს, აი ზემოთ ჩვენ ვხედავთ, აი ამ სამკუთხედის ზემოთ არის ადმინისტრატორები, გამოსახული აი ამ სამკუთხედზე ეს არის დახურული ქსელები და აი აქედან ეს არის ის რომ ანუ ფილმები შედის ამ ქსელში და აი ამას ხედავთ რა არიან იუზერები, მომხმარებლები, ამტვირთავები და შემდეგ ის ჯგუფები, რომლებიც უშვებენ და ეს არის ტექნოლოგია, რაც ნიშნავს იმას, რომ როცა ქსელში შედის ფილმი და იუზერი მომხმარებელი იწყებს მის გაზიარებას, ან იწყებს ფილმის ყურებას, ისინი იქნებიან ისინი ზუსტად ვინც აზიარებენ აი ავტომატურად ხდება ამ ფილმის გაზიარება და მათ ამის შესახებ არ იციან და ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ შეგიძლიათ თქვათ, რომ ისინი არიან მთავარი დამრღვევები, იმიტომ რომ ისინი უშვებენ აი ამ ფილმს და ფაქტობრივად ისინი არიან ის ადამიანები, რომლებიც ამ ფილმს ხდიან ხელმისაწვდომს სხვა ადამიანებისთვის. შეიძლება თქვენ გსმენიათ აი ეს კონკრეტული ფაილის გაზიარების საიტი Popcorn Time.dk ეს არის დანიაში. ჩვენ აღმოვაჩინეთ ეს ქსელი, ეს იყო პიროვნება იყო დანიაში, რომელმაც დაარეგისტრირა popcorn.dk და აი ამ ვებსაიტზე მან აქ იყო რაღაც სარეკლამო ფულის შოვნისთვის უნდოდა ატვირთვა ამ ყველაფრის და აქ იყო საზღვაოების აქტივობები, როგორც იყო ფილმებთან დაკავშირებით. აქ იყო აღწერილობა, ასევე ილუსტრაცია ამ ვებგვერდის, როგორ უნდა ჩამოტვირთო ეს შენი კომპიუტერში, როგორ უნდა მოახდინო თავიდან არიდება იმის, რომ რაღაც ქსელური კავშირი რო აირიდო თავიდან, ასევე აქ იყო ლინკი სხვა ვებგვერდების, საიდანაც შეგეძლო ჩამოგეტვირთა აი ეს ინფორმაცია და ეს საქმე სამი ინსტანციის სასამართლო გაიარა დანიაში, რადგან ძირითადად იყო ის, იმიტომ რომ არის თუ არა ეს რეალურად და სინამდვილეში საავტორობების დარღვევა. რომ კონდეს საიტი, სადაც არანაირი საავტორობების დარღვევას არ აქვს ადგილი, ანუ შენ არ არღვევ არანაირ საავტორო უფლებებს და ეს ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ, რადგან აქ არის ეს წინააღმდეგობაში მოდის აქტთან და მოგვიანებით ევროკავშირის სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ფასილიტაცია ასეთი ქსელისა, მაშინაც კი თუ არანაირი დარღვევა არ ხდება ამ საიტზე, რადგან ეს შეიძლება იუზერებს შორის ხდებოდეს. ამ შემთხვევაში ფასილიტაციაც კი, ანუ ხელშეწყობაც კი არის მოიაზრება საავტორო უფლებების დარღვევად. მაგრამ ვიტყოდი, რომ ჩვენი ყველაზე წარმატებული შემთხვევა, кейსი, საქმე, ამ შემთხვევაში გვაქვს აი ეს Danish Beats საქმე, რომელიც უკავშირდება დახურულ ფაილის გაზიარების ქსელს, ეს საქმეც ჩვენ გქონდა საჩივარი, ანუ ეგრეთ წოდებული აპლიკაცია და დანიის უფლების მფლობელის ასოციაციისგან 2017 წელს და მას აქ იყო 30,000-ზე მეტი იუზერი, მომხმარებელი და 70,000-ზე მეტი ფილმი იყო ხელმისაწვდომი და ეს ხდებოდა დაახლოებით 9 წლის განმავლობაში, ანუ 2011-დან 2020 წლამდე. ჩვენ მოვახდინეთ იდენტიფიცირება ამ საქმის და სადღაც 9 წელს მეტი ხდებოდა გამოძიება და რაც შეეხება თანხებს გამომუშავებას 350,000 ევროზე იყო საუბარი. და ეს მოხდა თავისუფლების
აკვეთა მოროკოში, ანუ ეს სუბიექტი, რომელიც იდენტიფიცირებაც მოხდა 2019 წელს, ის ცხოვრობდა მოროკოში და თავისუფლების აღკვეთაც განხორციელდა მოროკოში 2020 წელს და ის გაცვლა მოხდა 2021 წელს და საბოლოო ჯამში განაჩენი იქნა გამოტანილი 2021 წლის აპრილში, მაგრამ შემდეგ 2020 წლის კორონას პანდემიამ იფეთქა და შესაბამისად აქ საუბარი იყო საერთაშორისო დაპატიმრების თავისუფლების აღკვეთის ბრძანება გაიცა და ის 2020 წლის ოქტომბერში მოხდა თავისუფლების აღკვეთა და შემდეგ გაცვლა მოხდა 2021 წლის აპრილში. ფაქტობრივად საკმაოდ გრძელვადიანი ასე თუ გამდეხას თუ გაგრძელდებოდა არ გვეგონა, ანუ მისი გაცვლა მოხდა დანიაში და ანუ განაჩენი იქნა გამოტანილი აპრილში. ფაქტობრივად და ამ შემთხვევაში უკვე ერთ წელიწადზე და 3 თვეზეა საუბარი უპირობო და ამ შემთხვევაში უკვე ზარალმა შეადგინა 33,000 ევროს და მოხდა კონფისკაცია 33,000 ევროსი. რასაკვირველია, ახლა ვისაუბროთ იმ შედეგებზე, რაც მოყვა აი ამ ფაილის გაზიარების, ანუ ტორენტის გაზიარებას, ანუ მოროკოში რამდენიმე დღის შემდეგ ეს ქსელი დაიხურა და ამ ყველაფერმა ფაქტობრივად მოგვცა იმის საფუძველი, რომ ფაქტობრივად ეს იყო ის პიროვნება, ანუ სწორყვალზე ვიყავით. და შემდეგ თავიდან მომხმარებლები ესე რომ თქვა იძახდნენ, რომ ისი არაფერი არ ხდებოდა თითქოს აქ, მაგრამ შემდეგ ვიპოვეთ პარალელურად სხვა ქსელებიც დანიაში და მათ დაიწყეს ესე ვთქვათ წუხილი დაიწყეს ამ საკითხზე. და ფაქტობრივად ვაცხადებით, რომ უნდა დახურულიყო ეს ქსელები, მაგრამ ჩვენ აღმოვაჩინეთ ეს ადამიანები აი ამ მეორე უდიდესი ქსელის მიღმაც კი ვსაუბრობთ ახლა აქ ახალდელი გადასახედიდან და აქ იყო გაიმართა სასამართლო მოსმენა კოპენჰაგენში და ფაქტობრივად სასამართლოში ხდებოდა ამ საქმის განხილვა 2 დღის განმავლობაში და კიდევ მქონდა 2 თუ 3 ქსელიც დანიაში, სადაც ჩვენ დავხურეთ ეს ქსელები და ფაქტობრივად ძალიან საინტერესო გახლავთ ეს, რადგან აღმოჩნდა, რომ ფაქტობრივად ამ შემთხვევაში დენის შპიცის საქმესთან დაკავშირებით ჩვენ ფაქტობრივად დავხურეთ მთელი აი ეს ტორენტი და ეს ფილმები რასაკვირველია იქნება ხელმისაწვდომის სხვა ქსელებზე მსოფლიოში, მაგრამ დანიელი ოფლების მფლობელმა განსაკუთრებით დანიური ფილმები, რომლებიც აღარ არის ხელმისაწვდომი საზღვარგარეთ, აქ იქნება ტიტრების გარეშე და უფრო რთული იუზერებისთვის, რომ იპოვონ ეს ფილმები. და ამ შემთხვევაში ფაქტობრივად აქ საქმე ქონდა ოფლების მფლობელთანაც რასაკვირველია. კიდევ ერთი სფერო, სადაც რომელთა გამკლავებაც ჩვენ გვიწევს, ეს არის ციფრული წიგნები, ელექტრონული წიგნები, ციფრული წიგნები, ეს არის მაგან სტუდენტებისთვის და აქ სტუდენტებმა გააზიარეს ერთმანეთს შორის ეს ციფრული წიგნები და ჩვენი ჩართულობა ამ საქმეში ქონდა მართლაც პრევენციული გავლენა, რადგან ჩვენ ყურადღებას ვამახვილებდით პრეს-რელიზებზე და ამ პრეს-რელიზები დარიგდა სტუდენტებს შორის, გავრცელდა სტუდენტებს შორის და ეუბნებოდა სხვა სტუდენტებს, რომ უნდა შეეცადონ წაიკითხონ ეს წიგნები და ფაქტობრივად ჩვენი გამოცდილება ამ შემთხვევაში გახლავთ ის, რომ
ანუ ზოგადად აი როცა თანხის გამომუშავებაზეა საუბარი, ძალიან რთული გახლავთ, იმიტომ რომ ერთი პიროვნება გადაწყვეტს, რომ ფული იშოვოს, შემდეგ ფიქრობს, რომ ასე რომ ვთქვათ, გაასაჯაროს და ხელმისაწვდომი გახადოს ეს წიგნი და შემდეგ ძალიან რთულია მიაკვლიო ზოგადად ამ პიროვნებას არ გახლავთ ადვილი. აქაც შემდეგი სფერო ასევე უკავშირდება საავტორო უფლებების კუთხეს, აქ არის საუბარი კლასიკურ ავეჯზე, კლასიკურ ავეჯზე გახლავთ საუბარი ამ შემთხვევაში და იყო კონკრეტული საქმე კოპენჰაგენში, რომელიც უკავშირდებოდა PH ნატურებს და შეიძლება იცით აი ესეთი ტიპის ნატურა საკმაოდ ცნობილი გახლავთ დანიის მიღმაც და საბაჟოს ასე რომ ვთქვათ ის გამოვლენილი იყო აეროპორტში საბაჟოს თანამშრომლების მიერ და ის იყო იმპორტირებული ჩინეთიდან. ამ შემთხვევაში როცა მე მუშაობდი კოპენჰაგენის პოლიციაში ზუსტად ამ დროს იყო ადგილობრივ პოლიციის დონეზე ეს საქმე განიხილებოდა და ფაქტობრივად ანერძიება არ იყო ვერ მოხერხდა რაღაც ფასილიტატორის მოძიება და ასე შემდეგ, თუმცა თავიდან, მაგრამ შემდეგ დროის წლასთან ერთად აქ იყო ექსკლუზიური IPR, ანუ ინტელექტუალური საკუთრების უფლებების განყოფილება და ფაქტობრივად ჩვენ ვიცოდით თუ რას ვეძებდით კონკრეტულად აი ამ განყოფილების თანამშრომლობა. ეს არის პრეზენტაცია იმ საქმემთან დაკავშირებით, რომელიც განიხილა სასამართლოში, განხილული იყო სასამართლოში. აი აქ ახლა ნახეთ ნაჩვენები გახლავთ ის ფორმები თუ როგორი ფორმა გააჩნია აი ნატურებს ამ შემთხვევაში სასამართლოს მოთხოვნა იყო სასამართლო მოითხოვა ფიზიკური მტკიცებულება მაგრამ არანაირი ექსპერტი მოწმე არ იყო და ასევე თუმცა ხედავთ აი ამ ნიმუშებს როგორია ერთ-ერთი არის ავთენტური ანუ ორიგინალი და მეორე არის კონტრაფაქტიული და ეხლა გაჩვენებთ სურათს და სურათზე შეგიძლიათ იხილოთ და ჩვენ ავაგეთ ესე რომ ვთქვათ დავაწყეთ ავთენტური ან ორიგინალი და ასევე კონტრაფაქციული და შემდეგ რომ მომხდარიყო განსხვავება და ეს მართლაც საქმის გამოძიებების მსვლელობისას დადგინდა რომ ეს იყო დარღვევა აგრეთვე აქ არის სასახელო ნიშნის საქმეები სხვა საქმეებზეც ვისაუბრებ ეს არის ძველმანების ბაზრობას რასაც ვეძახით რომელიც გაყიდვები ხდებოდა Facebook-ზე და Instagram-ზე და ამ შემთხვევაში საუბარი იყო ანუ ფიზიკური ადგილიდან Facebook პანდემიის გამო ეს ძველმანების ბაზრობა და ეს ძველი ნივთების ბაზრობა ფიზიკური ბაზრობისგან გადაინაცვლა უკვე ონლაინ ბაზრობაზე, ონლაინ გაყიდვებზე და ერთ-ერთი საშუალება ამ ნივთების გაყიდვისთვის იყო Facebook-ი და Instagram-ი. ჩვენ გაყოფილებას ჰქონდა ძალიან წარმატებული საქმეები, სადაც გამოვავლინეთ ძალიან დიდი, ესე ვთქვა, საცავები, საწყობები, შესანახი სახლები, ადგილები, ეს საქმე განიხილა ადგილობრივმა საპოლიციო უწყებამ და აქ ფაქტობრივად მათ გამოიძიეს და იპოვეს გამოძიების დროს აღმოჩენილი იქნა ეს დიდი საწყობები. ასევე ჩვენ გვაქვს დიზაინთან დაკავშირებული საქმეებიც და საერთოდ გამოწვევა დიზაინთან დაკავშირებულ საქმეებში გახლავთ ის რომ დაადგინო და დაამტკიცო განზრახვა. რა განზრახვა აქვს სამართალ დამღებს. ამ შემთხვევაში საუბარი არის Apple in Air პროდუქცია, ანუ Apple-ის დიზაინის პროდუქცია და ამ შემთხვევაში მოხდა კომპანიებზე ჯარიმის დაკისრება. და აგრეთვე ახლა მსურს გაჩვენოთ ის სურათი კიდევ ერთი კლასიკური ავეჯის საქმესთან დაკავშირებით და ამ კონკრეტულ შემთხვევაში აქ საუბარი გახლავთ საქონლის განადგურებაზე. აი როგორ გამოიყურება ეს ამ შემთხვევაში თუ როგორ ხდება აღსრულება საქონლის განადგურების შესახებ გადაწყვეტილებს. აი ეს არის ის სლაიდები, რომლებიც გამოყოფს ამას. სულ ეს იყო რისი აღნიშვნაც მსურდა, ამიტომ ახლა შევწყვეტავ ჩემი ეკრანის გაზიარებას. მადლობა საინტერესო და ინფორმაციული მოხსენებისთვის. ორი შეკითხვა მექნება. პირველი
თქვენ საუბრობდით სისხლის სამართლებრივ სანქციებზე და მაინტერესებს ჯარიმასთან ერთად სანქციები თუ არ გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთა და მაქსიმუმ რა სახის სასჯელზე შეიძლება საუბრობდეთ, როდესაც საქმე ეხება ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დარღვევას და ასევე მეორე შეკითხვა მექნება თუ იცნობთ თქვენ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას და გადაწყვეტილებებს და თუ არსებობს ზოგადად მსგავს საკითხებზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა. მადლობთ. Thank you very much. ძალიან დიდი მადლობა შეკითხვებისთვის. ფაქტობრივად რაც შეეხება მაქსიმალურ სანქციას IPR სასჯელზე დამოკიდებული არის თუ არა მძიმე თუ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულია დარღვევა. თუ მძიმე დანაშაულია მაქსიმალური სანქცია არის 1 წელი და 6 თვე, წელიწად-ნახევარი. დამოკიდებულია რა მეტწილად რა თვითონ რაოდენობის საკონის რაოდენობაზე და თუ მაგალითად გაქვს თუ ყიდი მაგალითად 400 კონტრაფაქციულ საქონელს ბაზარზე, ამ შემთხვევაში ჯარიმა შეიძლება იყოს 60 დღიდან 3 თვემდე და ამ შემთხვევაში ეს იქნებოდა პირობითი სასჯელი მინიმუმ და თუ მაგალითად ის საცავი რო იყოს საწყობი, ამ შემთხვევაში ეს ძალიან განსაკუთრებით მკაცრი მძიმე დარღვევა იყო და ამიტომ იყო ამ შემთხვევაში განისაზღვრება წელიწადზე მეტი სანქცია თავისუფლების საკვეთა. იმედი მაქვს რომ უპასუხეთ თქვენ შეკითხვას, პირველ შეკითხვას და რაც შეეხება მეორე შეკითხვას ესე იგი იყო თქვენ საუბრობდით რომ გავლენა რა არის ანუ ევროპის სასამართლო აღნიშნეთ, ხო? თქვენ გულისხმობთ ევროკავშირის სასამართლოს, ხო მასია? როგორც აღნიშნე არ ვიცი ხა რამდენად გასაგებად ახსენი, მაგრამ პრეცედენტული სამართალი ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ ჩვენთვის, ვინაიდან პრეცედენტული სამართალი ბევრ ასპექტს ნათელს ფენს, არსებობს IPR კანონმდებლობა და ძირითადად ეს დაფუძნებული გახლავთ ევროკავშირის დირექტივებზე. ეს ნიშნავს, რომ ეს უნდა მოხდეს მისი ინტერპრეტირება იუსტიციის სასამართლოს მიერ და ამ შემთხვევაში ეს ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ, მაგალითად ფაილების გაზიარების საქმეებზე ძალიან ეფექტიანად გამოვიყენეთ, რადგან აქ იყო კონკრეტული დებულებები ევროსამართლიდან გამოყენებული, ევროკავშირის სამართლიდან და ამ შემთხვევაში სასამართლომ თქვა, რომ ფასილიტაცია და ხელშეწყობა საავტორო უფლებების დარღვევებისთვის შეიძლება ეს არ იყოს რაღაც თვალნათლივი, მაგრამ ხელშეწყობაც კი ამ შემთხვევაში არის სამართალ დარღვევა. არ ვარ ახლა დარწმუნებული რამდენად უპასუხეთ თქვენს შეკითხვას და თუ კიდევ რამე კითხვა გაქვთ, შეგიძლიათ დამისვათ. დიდი მადლობა. ეხლა გადავიდეთ ბატონი ცერცვაძის პრეზენტაციაზე. ბატონი ცოტნე არის გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის ერთი კითხვა შეიძლება დეპარტამენტის პროკურორი ძალიან კითხვა რო დავსვათ. ქალბატონს კარგი, მაგრამ ძალიან გადავაცილეთ. კაი, კარგი. ძალიან მოკლე კითხვა გვექნება. საბჭო ასე თქვა ადმინისტრაციის წარმომადგენლები გახლავართ და გვაინტერესებს რა სახის თანამშრომლობის მექანიზმი გაქვთ საბჭო ორგანოებთან, ითვალისწინებს თუ არა ეს მექანიზმი ინფორმაციის ურთიერთგაცვლას, ერთობლივი ჯგუფების შექმნას და ვთქვათ რამდენად ინტენსიურია ეს თანამშრომლობა თქვენ ქვეყანაში. მადლობა. Well, thank you for that question. We have a very close cooperation. ძალიან დიდი მადლობა ამ კითხვისთვის. ჩვენ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს და ეს არის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა, რომლის გამოყენებაც თქვენ შეგიძლიათ საქართველოში როგორც პატარა ქვეყანაში. არ არის ადვილი ზოგადად თანამშრომლობა მთელი ქვეყნის მასშტაბით, მაგრამ როგორც უკვე აღნიშნე, ჩვენ გვაქვს თანამშრომლობის ფარგლები საბაჟო უწყებებთან და ჩვენ ხვდებით შეხვედრები გვაქვს ხშირად, ჩვენ გვაქვს შეხვედრები მათთან, ასევე გვაქვს ორმხრივი ხელშეკრულებები მათთან. ეხლა ვერ ვიტყოდი რომ ყოველ კვირა
ყოფილა, მაგრამ საკმაოდ ხშირად გვაქვს კონკრეტული შემთხვევები, საქმეები, როცა ჩვენ ვეკონტაქტებით საბაჟოს და ვეკითხებით, აქვს თუ არა რაიმე კონკრეტული ინფორმაცია ამა თუ იმ კონკრეტული საქმის შემთხვევაში, განსაკუთრებით იმ საქმეებთან დაკავშირებით, რომელიც მე მოვიხსენიე ჩემს პრეზენტაციაში, ჩვენ არ ქონდა ინვოისები ჩინეთის მწარმოებლისგან, ქარხნისგან და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი გახდათ ის ფაქტი, რომ გამომძიებლება ითანამშრომლებს საბაჟოსთან და კითხეს, რომ რაღაც თუ იყო ხელმისაწვდომი, აი ეს ინვოისები როგორი იყო, როგორ ხდებოდა ამ ყველაფრის იმპორტირება და მოკლედ რომ თქვა ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს ჩვენ საბაჟოსთან, საბაჟო უწყებებთან და ჩვენ ფაქტობრივად ვიყენებთ აი ამ უპირატესობას და არა მხოლოდ საბაჟოსთან, არამედ სხვა უწყებებთანაც ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს.